თუ იგივე რაოდენობით ჭამ როგორც ადრე, მაგრამ მაინც წონას იმატებ, ეს შეიძლება არ იყოს საკვები, ეს შეიძლება იყოს შენი სხეული, რომელიც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დღის განმავლობაში. და ამ დროს ამბობენ, რომ მეტაბოლიზმი შენელდა და დღეს გეტყვი 5 მიზეზს, რატომაც მეტაბოლიზმი ნელდება და როგორ გამოვასწოროთ. პირველად ვთქვათ, რას ნიშნავს მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმი არის ყველა ქიმიური რეაქცია ერთად რო ავიღოთ, რაც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხომ გვაქვს საკვები, ჰაერი, წყალი და ასევე გვჭირდება სიცოცხლე. ანუ ეს საკვები უნდა გარდავქმნათ ენერგიად იმისთვის რომ ვიცოცხლოთ. და აი ამ პროცესს, საკვები რომ გარდაიქმნება ენერგიად, ამას ვეძახით მეტაბოლიზმს. ხოლო ყოველდღიურობაში როცა ვამბობთ მეტაბოლიზმს, მაშინ გულისხმობთ რომ მაგალითად ადვილად ვიმატებთ წონას, ან ძნელად ვიკლებთ, ან უფრო სუსტად ვგრძნობთ თავს, ან ადამიანს მუცელი გაეზარდა და ის მთლიანად არ იმატებს, ან ცოტას ვჭამ და მაინც ვიმატებ. აი ამებს როცა უჩივიან, ამბობენ ხოლმე რომ მეტაბოლიზმი შემინელდა. თუ ბუნებრივ მსვლელობას ვიტყვით, ადამიანის მეტაბოლიზმი კი ნელდება დაახლოებით 60 წლის მერე. 20-დან 60 წლამდე ნელდება მეტაბოლიზმი, 60 წლიდან ეს პროცესი ბევრად აჩქარებულია და გვაქვს თუ არა გავლენა ამ ყველაფერზე, ეს არის მთავარი კითხვა. კი, ნაწილობრივ გვაქვს, ნაწილობრივ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც ვერ გავაკონტროლებთ. მაგრამ არის რაღაცები, რის კონტროლი შეგვიძლია და რის კონტროლი შეგვიძლია, ეს საკმაოდ დიდია. ყველაზე ხშირი იმისა, რომ შენი მეტაბოლიზმი შენელდა, არის ის, რომ წონას იმატებ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრს არ ჭამ. მეორე მთავარი ნიშანი ის არის, რომ წელის გარშემო წერილობა გააგეზარდა. მესამე მთავარი ნიშანი არის, რომ კიბეებზე უფრო მალე იღლები. ოღონდ გულის დაავადება არ უნდა გქონდეს, თორე ადამიანს თუ გულის უკმარისობა აქვს, კიბეებზე ასვლა შეიძლება დაიღალოს. მეოთხე ნიშანი არის, რომ ადრე უფრო ძლიერი იყავი, ეხლა თავს უფრო სუსტად გრძნობ. საქმეებიც გლიდა, ადრე საქმეებიც არ გლიდა, ეხლა უკვე გლის. და მეხუთე ნიშანი, თუ ხედავ, რომ თითქოს მარტო მუცელი გეზრდება, ფეხები კი თხელდება. მეექვსე ნიშანი არის, რომ მუდმივად გცივა. ოღონდ მუდმივად სიცივე შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზეც მიუთითებდეს და ეს არ იყოს უბრალოდ ასაკში მეტაბოლიზმის შენელება. და მეშვიდე ნიშანია, თუ ჭამის მერე სულ გეძინება ადვილად, განსაკუთრებით პურეულის და ტკბილეულის შემდეგ. ახლა ვთქვათ, რატო ნელდება მეტაბოლიზმი? პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი არის კუნთების დაკარგვა. ძირითადად ეს იწყება 30 წლის შემდეგ. ადამიანს გონია, რომ მეტაბოლიზმი შეუნელდა, სინამდვილეში კუნთის მასას კარგავს. ამას მედიცინაში ქვია სარკოპენია. სარკოპენია ნიშნავს, რომ წლებთან ერთად ადამიანი ნელა კარგავს კუნთის მასას, კარგავს კუნთის ძალას და ზოგჯერ ფიზიკურ ფუნქციასაც. ანუ ეს არ არის მხოლოდ რომ კუნთი აღარ ჩანს, ეს არის რომ ორგანიზმი ნაკლებად ძლიერია, ორგანიზმი ნაკლებ გლუკოზას მოიხმარს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ორგანიზმი უფრო ადვილად იღლება. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ადამიანი ამ დროს ადვილად აგროვებს მუცლის არშიცხებს, ამიტომ მუცელი ეზრდებათ ადამიანს. ანუ პირველი ნიშანი, როცა ადამიანი კუნთებს კარგავს, შეიძლება მიხვდე იმით, რომ იმას მუცელი ეზრდება და თვითონ მასიური აღარ ჩანს ადამიანი, მაგრამ მუცელი გამოკვეთილად ეზრდება. და კუნთებს ყველა ადამიანი კარგავს? კი, 30 წლიდან მოყოლებული, ყველა ადამიანი კარგავს რაღაც რაოდენობა კუნთებს, საშუალოდ შეიძლება 10 წლებში შემცირდეს 3-8%. 3-8% საკმაოდ დიდია რეალურად რო წარმოიდგინო, ანუ მნიშვნელოვნად გვიმცირდება კუნთები 30 წლის შემდეგ, 40-დან 50-მდე კიდევ უფრო აჩქარებულია და 50-ის ზევით კიდევ უფრო ჩქარდება, 60-ის ზევით კიდევ უფრო, ანუ რაც მეტი დრო გადის, კუნთებს უფრო და უფრო ადვილად კარგავთ. ხო, ადამიანი ხედავს რას? მუცელი ეზრდება, ძალა აკლდება, კიბეებზე მალე იღლება, იმ ძველი ფორმის დაბრუნება უფრო რთული ხდება და ნუ 60 წლის მერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და ადამიანი იტყვის, რომ აი რატო იკარგება კუნთი? პირველი არის იმიტომ, რომ კუნთი და ნებისმიერი ფუნქცია ადამიანის იკარგება მაშინ, როცა არ იყენებ. ანუ თუ კი კუნთებს აღარ იყენებ, თუ კი მძიმეებს აღარ ეწევი, თუ კი ცოტას დადიხარ, მძიმეს არაფერს წევ, კიბეებზე არ ადიხარ, არ აკეთებ ძალოვან ვარჯიშებს, სხეული იღებს სიგნალს, რომ ეს კუნთი მე აღარ მჭირდება და რაც აღარ მჭირდება, ის განილევა. და ასე ადამიანი კარგავს კუნთებს. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი. ანუ რეალურად ამაზე მოქმედება ჩვენ შეგვიძლია, რაც უფრო მოძრავი იქნები, მით უფრო შეგინარჩუნდება კუნთები. მეორე მიზეზი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებ ცილას იღებენ. ნაკლები ცილა ნიშნავს შეიძლება ბევრი კალორია შეჭამო, მაგალითად ფუნთუშები შეჭამო, მაგრამ ფუნთუშაში ცილის შემცველობა არის ძალიან ცუდი, ცოტა. მაგალითად, პური, ტკბილეული, ხაჭაპური, კარტოფილი, ესენი პრაქტიკულად ცილას არ შეიცავს. ნუ შეიცავს რაღაცას, მაგრამ ეს არ არის ბევრი.
პროპორციულად ცხიმი და ნახშირწყლები იმდენად მეტია ამათში, რომ ცილას იღებ ძალიან ცოტას და კუნთს ჭირდება ცილა და ცილა ზუსტად ის, რაც მუდმივად შენდება ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ არის, რომ ადამიანები ნელა ისეთ კვებაზე გადადიან ხოლმე, რომ აღარ ჭამენ ცილებს და შემდეგ კუნთების განლევაც გასაკვირი არ არის. მესამე მიზეზი, რატომ კარგავთ ცილებს, არის მუდმივი დიეტები, მკაცრი დიეტები. ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანი ძალიან ცოტას ჭამს, სწრაფად იკლებს წონაში, როცა სწრაფად იკლებს, მერე კუნთი განილევა, ადამიანი საკუთარ კუნთს ჭამს, ან მარტო ცხიმს არ იკლებს ადამიანი იკლებს კუნთსაც და თუ დიეტაზე მაგალითად ძალიან ჩქარა დაიკელი, ძალიან დიდი წონა, იქ რაღაც წილი იქნება კუნთი, თუ სწორი კვება არ იქნა შერჩეული, ან სწორი კვების და ვარჯიშის პირობებში შესაძლებელია, რომ კლების დროს კუნთებიც შეინარჩუნო. უპირატესად, ან ძალიან ცოტა კუნთი ისედაც დაიკარგება, მაგრამ უპირატესად შეგვიძლია შეინარჩუნო. მაგრამ ადამიანების უმეტესობა აკეთებს არა ცილაზე ორიენტირებულ მონოდიეტებს, ikleben ჩქარა წონაში, ან უბრალოდ ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი იკეთებენ რაღაც წამლებს და რაღაცა ესე, ikleben ძალიან ცოტას, კუნთები განილევა და ეს კუნთები რო განილევა, მეტაბოლიზმი იმდენად ნელდება შემდეგ, რომ მერე ისევ ადვილად იმატებენ და მერე წრეზე მიდიან. მერე ისევ ikleben, მერე უფრო მეტად განილევა კუნთებს ვეღარ იმატებენ, იმიტომ რომ არ ვარჯიშობენ, ცილა საკმარისი რაოდენობით არ იღებენ და შესაბამისად დადიან აი ამ წრეზე. ამიტომ მუდმივი დიეტობაც და არასწორი დიეტა და არასწორი კვება კუნთების განლევას ხელს უწყობს. ხო და ახლა აქ ადამიანი იტყვის მთავარ რამეს, რომ როგორ ავიცილოთ ეს კუნთების კარგვა. პირველი გზა არის ძალოვანი ვარჯიშები, ან ძალისმიერი ვარჯიშები, მძიმეების აწევა, აზიდვები, ეს ყველაზე მთავარია. სიარული ძალიან კარგია გულისთვის, წნევისთვის, შაქრისთვის და წონის კონტროლისთვისაც, მაგრამ კუნთების შესანარჩუნებლად ყველაზე მთავარია ჰანტელებით ვარჯიში, რეზინის ლენტები, ტრენაჟორები, საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში, ჩაჯდომები, კედელზე აზიდვები, კიბეებზე ასვლა, ანუ ის ვარჯიშები, რომლის დროსაც კუნთები მნიშვნელოვნად მუშაობს და კუნთები მნიშვნელოვნად იზრდება. საუკეთესო პრაქტიკა არის, რომ მინიმუმ 2 დღე კვირის განმავლობაში ძალოვანი ვარჯიშები, როცა სხეულის თავარ ძლიერ კუნთებს გავარჯიშებ, ფეხები, ზურგი, მკერდი, მუცელი, ეს კუნთები ხელების რა თქმა უნდა მკლავების. მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც გამომახვილებთ ყურადღება რეალურად, რომ მეტაბოლიზმს ანელებს არის, როცა არასაკმარისი რაოდენობით ცილებს იღებ. და ძალიან ხშირია ეს, რომ ადამიანები განსაკუთრებით 40 წლის მერე გადადიან ისე კვებაზე, როცა საკმარისი რაოდენობით ცილებს არ იღებენ. ცილებს რა შეიცავს? კვერცხი, თევზი, ქათამი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცის, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, ლობიო, ოსპი, ნუში, თხილეული. ესენი არის ცილოვანი პროდუქტები. აი ეს ჭირდება ადამიანს. და რამდენი კილო ცხარ, იმდენი გრამი, ან იმდენზე 1.2, 1.4-ზე უნდა გამრავლო და იმდენი გრამით სუფთა ცილა გჭირდება. ანუ 100 გრამი ქათმის ხორცი არნიშნავს, რომ 100 გრამ ცილას იღებს. მაგალითად, თუ ადამიანი არის 70 კილო, დაახლოებით 80-90 გრამი ცილა ჭირდება. ხო, აქ საუბარი არა იმ ადამიანზე, ვისაც თირკმელის დაავადება აქვს, იმათ ცალკე მიდგომა ჭირდება და იქ ცალკე პრაქტიკა არსებობს. მაგრამ სხვა ზოგად პოპულაციაში ცილის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცილის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულარულად, იმიტომ რომ ცილა მუდმივად იკარგება და ცილას მუდმივად ჭირდება აშენება. და მესამე მიზეზი, რის გამოც მეტაბოლიზმი ნელდება, არის ნაკლები მოძრაობა. ადამიანები ასაკთან ერთად მოძრაობენ ნაკლებს. აქ არ იგულისხმება ვარჯიში, მაგალითად ის, რომ მაინც და მაინც ივარჯიშო წონებით ან რაღაც სპორტ დარბაზში იარო. აქ იგულისხმება, რომ ადამიანები ნაკლებს დადიან ზოგადად. კიბეებზე ადიან ნაკლებს, სახში მოძრაობენ ნაკლებს. მაღაზიაში ფეხით წასვლა ეზარებათ, დგომა ეზარებათ, სამზარეულოში ნაკლებს მოძრაობენ, ანუ რაღაცა დაჯდებიან, გააკეთებენ, დაჯდებიან. ანუ ასე და მედიცინაში ამას ეძახიან არასავარჯიშო აქტივობით ენერგიის ხარჯვას. ანუ ჩვენ ვხარჯავთ ენერგიას არა მარტო ვარჯიშის დროს, არამედ სხვა რაღაცეებშიც ვხარჯავთ, როცა მეტს დგახარ, როცა კიბეებზე ადიხარ და არა ლივტით, როცა სახლში მეტ საქმეს აკეთებ, ან მოძრაობ უფრო მეტს, არ გეზარება სამსახურში შეიძლება ერთი გაჩერებით ადრე ჩამოხვიდე, ფეხით მიხვიდე, ან ფეხით გაიარო ჯერ, ან შესვენებებზე ფეხით გაიარო. ხო, და თუ პირიქით არის, ხო, ანუ უფრო მეტ ზიხარ, მეტ დროს ატარებ მანქანაში, მეტ დროს ატარებ კომპიუტერთან, მეტ დროს ატარებ ტელევიზორთან და მეტ ზიხარ ტელეფონთან, მაშინ მეტაბოლიზმი რა თქმა უნდა ნელდება და
ეს არის კიდე ერთ-ერთი, რომ ხო, ჩვენ გონია, რომ ეს პატარაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მეტაბოლიზმი არავარჯიშით შექმნილი ენერგიის ხარჯვა, რომ დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ძალიან დიდი და შეიძლება იყოს დაახლოებით ერთი ბურგერის ტოლა. ანუ ადამიანს შეეძლოს, რომ ერთი ბურგერი დამატებით ჭამოს მთელ სხვა საჭმელთან ერთად, თუ დღის განმავლობაში მეტ ენერგიას ხარჯავს. ასევე სიარულს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, თუ დღეში 3000-დან 6000 ნაბიჯზე ახვალ, შენი მეტაბოლიზმისთვის არის ეს უმაგრესი და უდიდესი ცვლილება. ასევე 4000 ნაბიჯს თუ გადიხარ და 8000-ზე ახვალ. ანუ ჯამში მიზანი უნდა იქონიო, რომ სადღაც 5-7 კილომეტრი გაიარო დღის განმავლობაში, რაც დაახლოებით უხეშად არის 30-60 წუთის განმავლობაში, ცოტა ჩქარი სიარულით რო იარო ყოველ დღე. ხო, ეს შეიძლება 1 საათი პირდაპირ არ გამოყო და არ იარო, მაგრამ საკვების ჭამის მერე 10-15 წუთით ადრე რო გაიარო, ყოველი საკვების მერე, ეგ არის საუკეთესო პრაქტიკა. ანუ ჭამის მერე სიარული მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად. არა, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი დაატვირთვა, რომ ჭამის მერე ფიზიკურად ძალიან ძლიერად არ დაიტვირთო, მაგრამ ჭამის მერე რომ 15 წუთი გაიარო, მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ. სისხლის შაქრის კონტროლი მნიშვნელოვანია, ენერგიის ხო, ეს რას ეხმარება ახლა? ეს ეხმარება სისხლის შაქრის კონტროლს, ენერგიის გამოყენებას და ენერგია იხარჯება არა მარტო იმ მომენტში, როცა დადიხარ, არამედ როცა შეწყვეტ კიდევაც სიარულს. ანუ მერეც იხარჯება ენერგია. ამიტომ ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს და სიარულს, ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ენერგიას მარტო მაშინ კი არ ხარჯავს და მეტაბოლიზმს მარტო მაშინ კი არ აჩქარებს, როცა შენ ფიზიკურად აქტიურობ იმ მომენტში, არამედ მერეც საათების განმავლობაში, რამდენიმე ხნის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში. მაშინაც კი თუ საშუალება არ აქვს, შეიძლება კიბებზე არ ჩამოიარო, ან ოთახში არ გამოიარო, ან რაღაცები გააკეთო. ანუ მუდმივად შეგიძლია შენ რომ ან უბრალოდ სკამიდან წამოდგე 10 ჯერ ყოველ ნახევარ საათში მაგალითად. ხო? ესეც მნიშვნელოვანი ვარჯიშია ფეხის კუნთებისთვის და გულსისხლძარღვთა სისტემას ძალიან კარგ საქმეს გაუკეთებ და ზოგადად მეტაბოლიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. და მეოთხე მიზეზი, რის გამოც მეტაბოლიზმი ნელდება, ამას ქვია ადაპტაციური თერმოგენეზი. ადაპტაციური თერმოგენეზი არის, რო გითხარით, დიეტების შედეგად, როცა ადამიანი მუდმივად დიეტაზეა, იკლებს, იმატებს, საკმარისი რაოდენობით ცილებს არ იღებს, ცილები განელევა და ორგანიზმისთვის ეს არის განგაშის სიგნალი რეალურად, რომ ანუ დავიკელი, ცილა განმელია, მაგრამ მე მოვიმატე, მაგრამ ცილა აღარ მომემატა. მე ისევ დავიკელი, ცილა დამაკლდა, ანუ კუნთი დამაკლდა, მოვიმატე, მაგრამ კუნთი არ მომემატა. ნუ ძალიან მცირე რაოდენობით იმატებს, მაგრამ თუ კი არ ვარჯიშობ, თუ კი საკმარისი რაოდენობით აიღებ ცილებს, მაშინ კუნთი არ მოგემატება, ან მოგემატება ძალიან მინიმალურად, მოკლედ არ იქნება ის საკმარისი. აი, ამიტოა, როცა ადამიანი იკლებს, ამიტოა სწორად დაიკლოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაკლებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ვარჯიშსაც. ხო, ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ აი მეტაბოლიზმი შემინელდა, მეტაბოლიზმი გაფუჭდა და ესე. ხო, თუმცა და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ორგანიზმი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს, იმიტომ რომ იმას ახსოვს ის დიეტები, ჩვენ ორგანიზმს ახსოვს ის კალორიული დეფიციტები, ახსოვს ისიც, რომ ცილებს არ იღებდა, კუნთს კარგავდა და ეხლა რა თქმა უნდა თავიდან იცილებს ამას და ამიტომ ენერგია ნელდება, უფრო ნაკლებს მოძრაობ, შენი ორგანიზმი ცდილობს, რომ მაქსიმალურად დააზოგოს ენერგია და ამიტომ არის, რომ მეტაბოლიზმი ნელდება ძალიან და იმდენ ძალიან ნელდება, რომ ვერც კი იცნო შეიძლება შენი თავი, იმდენ თუ ენერგიო გახდე და იმდენ თუ მოძრაობ, მაშინ როცა ადრე მოძრავი იყავი და ხო, შეიძლება ვერც ამჩნევდე და ნელ-ნელა ნაკლებს დადიხარ, ნელ-ნელა ნაკლებს აკეთებ. დიეტების შემდეგ ასევე შიმშილი იმატებს, ეს არის მნიშვნელოვანი და უფრო მეტად ქშია და ადვილია მერე მომატება. დანაკლების შეგრძნება დგება უფრო გვიან და ადვილია ისე მომატება და ამ დროს უნდა იცოდე ზუსტად რა ჭამო. დიეტებისას უნდა იცოდე რა ჭამო და დიეტის დასრულების მერეც უნდა იცოდე რა ჭამო. ზუსტად იმიტომ რომ არ მოიმატო და იმიტომ რომ ანუ რატო ადამიანები ისე 95% ვინც წონას იკლებს, მერე ისევ იმატებს. 1 წლის განმავლობაში ან 5 წლის განმავლობაში მაინც. ხო, რატო? იმიტომ რომ ორგანიზმისთვის ეს დიეტები ძალიან დიდი სტრესია, მეტაბოლიზმი შენელდა, ეხლა ცოტა საჭმელს ასუქებს და შესაბამისად რა გვიკვირს მერე. და ადამიანები მერე ამბობენ, რომ ძალიან ცოტას ჭამ და არ ვიკლებ, დიეტას რომ ვამთავრებ, ძალიან სწრაფად ვიმატებ და ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ ადაპტაციურ თერმოგენეზს, კუნთის დაკარგვას, მოძრაობის შემცირებას, შიმშილის ჰორმონების გაძლიერებას და აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ ხშირად დიეტა არ ნიშნავს რომ მეტაბოლიზმი სამუდამოდ დაინგრა, უბრალოდ დიეტა უნდა იყოს სწორი. დიეტა
უნდა იყოს ცილაზე ორიენტირებული, ძილზე მოძრაობაზე, კუნთის არ დაკარგვაზე ორიენტირებული. და მეხუთე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც მეტაბოლიზმი ნელდება, არის ჰორმონული ცვლილებები. ჰორმონული ცვლილებები სხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის მენოპაუზა და პერიმენოპაუზის პერიოდი, ანუ სამენოპაუზა დადგება ქალების შემთხვევაში ის პერიოდი. ამ დროს ესტროგენები ნელ-ნელა იკარგება და ესტროგენები რო იკარგება, ქალის ორგანიზმში ცხიმის გადანაწილება იცვლება. ანუ ცხიმი იმის ნაცვლად, რომ დუნდულოებიდან კანქვეშა ცხიმში დაგროვდეს, ფეხებში დაგროვდეს, ეს ცხიმი იწყებს დაგროვებას მუცელში. აი ეს არის მთელი ამბავი და ამიტომ და ხო, ეს მუცელში ცხიმის დაგროვება ცუდია და ეგ არის კიდე მეორე ცუდი ამბავი, რომ ანუ მუცელში ცხიმი არის აქტიური, ის გამოყავს ანთებით მედიატორებს და ორგანიზმში იწვევს ქრონიკულ ანთებას და მერე ღვიძლს აზიანებს კიდე ღვიძლში ინსულინ რეზისტენტ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას იწვევს, ეს დამატებით კიდე ინსულინ რეზისტენტობას უწყობს ხელს, რაც ვითარდება, ეს დამატებით კიდე უწყობს ხელს, რომ ადამიანი მეტს ჭამს და მეტად იმატებს და ასე, ანუ მანკერიწრე იკვრება. ამიტომ ხოლმე რომ ქალები მენოპაუზის პერიოდში იმატებენ აქტიურად. და ასევე არის ერთ ჰორმონულ მიზეზებში არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოთირეოზი შეუძლია, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დაქვეითებულია, მას შეუძლია რომ შეანელოს მეტაბოლიზმი და პირიქით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია თუ გაძლიერებულია, მას შეუძლია აჩქაროს მეტაბოლიზმი, ანუ ანუ თუ ფარისებრი ჯირკვალი მოკლედ ჩქარა მუშაობს, მაშინ მთელ ორგანიზმში მეტაბოლიზმი ჩქარდება, თუ ის სუსტად მუშაობს, მეტაბოლიზმი მთელ ორგანიზმში ნელდება და ანუ ამას როგორ გრძნობს ხოლმე, რომ ანუ ადამიანი იღლება უფრო ადვილად სიცივის აუტანობა, ან სუცივა ადამიანს, წონას იმატებს, შეკრულობა ემართება, მშრალი კანი აქვს, თმის ცვენა აქვს, ძილიანობა აქვს, ნელა ფიქრის შეგრძნება, ამბობს, რომ რაღაც ნელა ვფიქრობ, ტვინი ისე აღარ მიმუშავებს და ზოგჯერ გულისცემის შენელებაც კი შეიძლება ქონდეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ მარტო ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება არ იყოს, სხვა რაღაცების გამო ქონდეს შენელებული, ამიტომ ფარისებრი ჯირკვალს აკონტროლებენ ხოლმე, ვინაიდან ეს მარტივი საკონტროლებულია, სისხლში შეგიძლია TSH-ში გააკეთო, TSH-ში FT4 და ნახავ რანაირად ფუნქციონირებს შენი ფარისებრი ჯირკვალი და ხო, კიდე შეიძლება სხვა მიზეზებით გამოიწვიოს, მათ შორის დეპრესიული ფონი და ანუ ხასიათის ცვლილებაც კი და პირიქითაც კიდე, ანუ ეს სიმპტომები დეპრესიამაც შეიძლება გამოიწვიოს, ანუ ჰიპოთირეოზს გავდეს დეპრესია და პირიქით დეპრესიას გავდეს ჰიპოთირეოზი, ანუ ერთმანეთს გავდნენ ორივე. ამიტომ ვამოწმებთ პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, როცა მეტაბოლიზმის შენელებაზე გვაქვს ეჭვი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს წამლები, ან წამლების გამო ზოგიერთ წამალი შეიძლება ზრდიდეს მადას, ამცირებს ენერგიას, აძლიერებს წონის მატებას, იწვევს სითხის შეკავებას და ამის გამო ქონდეს ადამიანს შეგრძნება, რომ ნელი მეტაბოლიზმი აქვს და არა ვთქვათ ჰიპოთირეოზის გამო, არა სხვა მიზეზების გამო. მაგალითად, ეგ წამლები ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური წამლები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ზოგიერთი დიაბეტის წამალი, ინსულინი მათ შორის, ზოგიერთი ბეტა-ბლოკერი და ბევრი სხვა პრეპარატი, რომელსაც შეუძლია რომ მეტაბოლიზმზე იმოქმედოს. ხო, წამლის უეცარი შეწყვეტა თვითნებურად არ შეიძლება, თქვენ არ უნდა გააკეთოთ ეს თვითნებურად, ექიმთან შეთანხმებით, ან უნდა შეცვალოთ ის პრეპარატი, თუ ხედავთ რომ წონაზე მოქმედებს ნეგატიურად. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოწერეთ, დალაიქეთ და აკომენტარეთ, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.